ერთ დღეს მივხვდი, რომ აუცილებლად რაღაც უნდა შემეცვალა იმისათვის, რომ გადარჩენილიყავი. და პირველ რიგში რაც მოვიფიქრე, არის ის, რომ და იყო ის, რომ აღარ უნდა გავბრაზებულიყავი. და ყველა ინფორმაცია, რომელიც ჩემში ამ საშინელ ბრაზს აღძრავდა, აღარ უნდა წამეკითხა, იმიტომ რომ ეს ბრაზი მართმევდა სასიცოცხლო ენერგიას და ენერგია არაფრისთვის აღარ მრჩებოდა და რასაკვირველია, შემდეგ ეს საშინელი სიბრაზე იმედგაცრუება, უსამართლობის განცდა აისახებოდა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზეც. და ამას დაემთხვა შემდეგ მთავარის დახურვა. და მე მივხვდი, რომ მე პერსონალურად ეგაკვა სიტუაციას არაფრის გაკეთება არ შემეძლო, არანაირი ბერკეტი არ ქონდა, პროცესები იყო ჩემი კონტროლის მიღმა, ამიტომ ვიფიქრე, რომ მოდი გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემი კონტროლის ქვეშ იქნება, ჩემი კონტროლის ქვეშ იქნება, რასაც შევწუდები, გავწუდები და რაც ასევე რაღაც საზოგადოებას გარკვეულ სიკეთეს მოუტანს და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ YouTube არხის გაკეთება, რომელიც ჩემი ძალიან დიდი ხნის ფიქრი და ოცნება იყო.